შვილის გამზირის აქციის მონაწილეებმა დღეს ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს. მალხაზ ჭკადუა მუშაობს მელიქიშვილზე. მახო, რა ახალი ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია აქციიდან? შეგვიძლია თუ რა კადრები გაუშვათ პირდაპირ ეთერში და შემდეგ ჩავთვათ უკვე მალხაზ ჭკადუა. მოსახლეობა იკრიბება და შესაბამისად მოვლენები ვითარდება იმავე სცენარით, რაც დაახლოებით წინა ჩართვის დროს იყო, ანუ ხალხი იკრიბება. აქ გადაკეტილი არის უკვე მეორე საათია მელიქიშვილის გამზირის შესაბამისად მოსახლეობა ასე ვთქვათ ის რაოდენობა, რომელიც ახლა დგას მელიქიშვილის გამზირზე არ აძლევს საშუალებას სხვა მანქანებს რომ გაიარონ ეს ტერიტორია. პრინციპში ეს პროტესტი არც ეს მათი გამოხატვა პროტესტის არსებობს არ გაუპროტესტებია პირიქით. გამრავლი მანქანები გარკვეულწილად ხარს უჭერენ ამ მდგომ ადამიანებს, ძოლები უпростоრად და ასიგნალებენ იმის ნიშნად, რომ მათ გვერდით არიან. რაც შეეხება თავად ინციდენტს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოხდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან, ჩვენ საშუალება გვაქვს ვესაუბროთ დაჩი ცაგურიას, უფლებადამცველს, რომელიც თავად მოუყვება მეცხრე არქის მაყურებელს, თუ როგორც სადაა შეღწევა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და პრეზიდენტისთვის გარკვეული რეპლიკების გაკეთება ჩვენ შეგვიძლია დაჩი, თუ შეიძლება გაიხსენოს ყველაფერი, შემდგომ გადავიდეთ იმ კადრების შეფასებაზე. კი ბატონო, ესე იგი ბატონი სააკაშვილი არის ყველასათვის ცნობილია, რომ ეს არის ავტორი აი ამ ძალადობრივი სისტემისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებობს. სიმბოლო ამ ძალადობისა არის ბაჩუ ახალაია. ბაჩუ ახალაია უნდა დაისაჯოს, მან უნდა აგოს პასუხი, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გადადგეს ბაჩუ ახალაია. თუ ამ ადამიანებს მართლაც აქვთ, ჩვენ ხომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, თუ ჩვენ ევროპისკენ გვაქვს სulis პრეტენზია, მაშინ ესეთი ადამიანი, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, რომელიც არის ავტორი ამ ძალადობისა, უნდა დაისაჯოს, მან უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა დაიწყოს გამოძიება მასე და ყველა იმ ძალადობაზე, რომელიც ხდებოდა მაშინ, როდესაც ის იყო სასჯელახსრულების სისტემის ხელმძღვანელი, როდესაც ის არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ის მოგეხსენებათ არის დღემდე მართავს ამ სასჯელახსრულების სისტემას, ჩემის აზრით, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. ბაჩუ ახალაია უნდა დაისაჯოს, ბაჩუ ახალაია უნდა აგოს პასუხი, მან უნდა დატოვოს თანამდებობა, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ხალბატონმა ხათუნა კალმახელიძემ, ცხადია, შაშკინმა და ყველა იმ პირმა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობრივი სისტემის შექმნაში. საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი ყველა იმ ადამიანის გვარი და სახელი, ვინც უშუალოდ აი ამ სისაძაგლეს ჩადიოდა, ვინც ამ ადამიანებს ესე ექცეოდა. ჩვენთვის უნდა გახდეს ცნობილი და ჩემის აზრით საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეს კადრები გაუშვას ეთერში, რათა მთელმა საქართველოს ნახოს თუ რა ხდება რეალურად ჩვენ ქვეყანაში, როგორ ექცევიან ესენი ადამიანებს, მათთვის არ არსებობს ადამიანი, მათთვის არ არსებობს ღირსება, ისინი ფეხქვეშ თელავენ ადამიანების ღირსებას და ეს ადამიანები თავად უნდა იყვნენ პატიმრები, ვინც ეს სისტემა შექმნა. ეს ადამიანები თავად უნდა ისხდნენ ციხეში და ამ ადამიანებმა თავად უნდა ააგონ პასუხი იმ ძალადობაზე, რაც მათ ჩაიდინეს და რაც მათ შექმნეს. საიდან გახდა თქვენთვის ცნობილი ის, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა ვერისუბლის მელოდიების თბილისის წარმოდგენას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში? ეს ჩვენ გაგვაგებინეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ ის ფილარმონიაში იყო მობრძანებული და იმ დროს, როდესაც ეს სისაძაგლე საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, როცა ეს ყველაფერი ეთერში გავიდა, ამის შემდეგ სააკაშვილი ჩვენ ადამიანები ნაწილი და წავედით, ჯერ ვიყავით სასჯელახსრულების სამინისტროსთან პროტესტს გამოვთქვათ, მე იქიდან წამოვედით აქ მოვედით, აქ დავიწყეთ ჩვენი საპროტესტო აქცია და ამ დროს სააკაშვილი კონცერტს ესწრებოდა, მუსიკას უსმენდა, ის არის არაადეკვატური, ის არ არის ჯამთელი ადამიანის მოქმედებები, ის არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს ადამიანის ღირსება. ევროპული თუ ჩვენ ევროპული დემოკრატიისკენ გვაქვს გეზი, თუ ჩვენ ევროპისკენ გვაქვს სურვილი, რომ განვითარდეთ და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ევროატლანტიკური ალიანსის წევრი, ჩემის აზრით, ესეთი რაღაცეები როდესაც ხდება, უმკაცრესად უნდა იჯებოდეს ის ადამიანები, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს, მინისტრით დაწყებული ყველა იმ პირის, ვინც ეს სისტემა შექმნა, გადადგეს, გადააყენოს სააკაშვილმა გადააყენოს, დასაჯოს ახალაია, თუ ოდნავ მაინც ჩვენ რაღაც ევროპისკენ სulis რაღაცა, თუ ოდნავ მაინც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, თორე ამით ჩვენ თუ ახალაია თანამდებობაზე დარჩა, თუ კალმახელიძე, თუ ეს ადამიანები პასუხს არ აგებენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ამ ქვეყანას საბოლოოდ ხაზი უნდა გადაუსვათ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ცხოვრობთ უკვე დავაკანონეთ, უბრალოდ ჩვენ უკვე ღიად ვაცხადებთ, რომ ეს არის ძალადობის ქვეყანა, ეს არის ძალმომრეობის ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანების ღირსება არ არსებობს. ყველას მივმართავ თხოვნით, რომ
მობრძანდით ხალხო, რამოდენიმე ათასი ადამიანია უკვე ფილარმონიასთან შეკრებილი. ხვალ შეიძლება თითოეული ჩვენგანი გავხდეთ აი ამ ძალადობის მსხვერპლი. თითოეული ჩვენი ოჯახის წევრი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლო არ აქვს, ჩვენ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობ და ამიტომ თითოეული თქვენგანის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გთხოვთ, ყველანი მოვიდეთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ პირს, ყველა ის ადამიანი, თავად გავხადოთ პატიმარი, ვინც ეს სისაძაგლე და ეს ძალადობა ჩაიდინა. რაჩი მეცხრე არქის ინფორმაციით და ჩვენის კადრებით უჩვენეთ მაყურებელს, აქციები იმართება ბათუმშიც და ქუთაისშიც. საუბარი არ მაქვს თბილისზე, სადაც უკვე რამდენიმე საათია, რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრებილი და გამოხატავს პროტესტს. რა იქნება ხვალ, რა ფორმით გაგრძელდება პროტესტის გამოხატვა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილაკად? სანამ ეს ადამიანები, სანამ ავტორი ამ ძალადობრივი რეჟიმისა, სიმბოლო ძალადობისა ქვეყანაში ბაჩუ ახალაია იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, სანამ ქალბატონი კალმახელიძე იქნება სასჯელ აღსრულების მინისტრი, შაშკინი ყოფილი ციხის უფროსი მის დროსაც უარესები ხდებოდა, სანამ ეს ადამიანები მინისტრების სავარძლებში სხედან, ეს პროტესტი აღარ გაჩერდება. ყველა ამ პირმა უნდა აგოს პასუხი. ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. განსაკუთრებით ახალაია, რომელიც ავტორია ამ სისტემისა და დღეს არის უდიდესი ძალაუფლების მქონე. დღეს პატიმარი კი არ არის, ეს ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრია და სანამ პატიმარი არ გახდება ეს ადამიანი, სანამ არ დატოვებს ეს ადამიანი თავის პოსტს, ეს პროტესტი მანამ გაგრძელდება და გადაულის ამ ქვეყანას, წალეკავს ამ მოძალადეებს ეს საზოგადოების პროტესტი. აი აქ არის ადამიანები შეკრებილი, რომლებიც თავისი სურვილით ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, ყოველგვარი რაღაცა მობილიზაციის გარეშე უბრალოდ გამოვიდნენ და მე მიამაყება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ეს ბათუმშიც იგივე ხდება, სადაც ქუთაისში იგივე ხდება. მე ვამაყობ, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ადამიანები თავისი ღირსებისთვის მზად არიან გამოვიდნენ ქუჩაში, გამოვიდნენ სხვა ადამიანის ღირსების დასაცავად ქუჩაში და პასუხი აგებინონ იმ ჯალათებს, ვინც ეს სისასტიკე 21 საუკუნეში ადამიანების წამება არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ოდნავ მაინც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე. დიდი მადლობა, დაჩი ბოლო კითხვა მაქვს ესეთი ის კადრები, რომელიც მეცხრე არქმა ეთერში შესთავაზა მაყურებელს, სწორედ ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სასჯელ აღსრულების დაწესებულის მიაწოდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ასეთ უწყებებში, მათაც აქვთ მსგავსი პროტესტი, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ისინი ვერ გამოხატავენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის სიამოვნებს ძალადობის ეს ძალადობა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არც იმ პოლიციელებს, რომლებიც ეხა აი აქ ჩვენს პოლიციურ სისტემაში არიან და მუშაობენ. მე მივმართავ ამ პოლიციელებს, ჩვენ ძმებს, ჩვენ დებს, ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ ხალხო მოდით, გამოდით და დაიცავით კანონი. ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილები კანონის დასაცავად. თქვენ ხართ ვალდებული, თქვენი მოვალეობაა. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ კანონი და ამიტომ ხალხო უმორჩილესად გთხოვთ, გამოდით დაიცავით კანონი, შეასრულეთ თქვენი ვალდებულება. ყველამ ერთად დავიცვათ კანონი, მოდით დადექით ხალხის გვერდზე, დავიცვათ კანონი, ყველაზე მაღლა ამ ქვეყანაში, მოდით კანონი დავაყენოთ. ახალაიაზე, სააკაშვილზე, ყველაზე მაღლა ამ ქვეყანაში კანონი დგეს. ძვირფასო პოლიციელებო, პირველ ზუსტად ვიცი, რომ არც თქვენ არ გსიამოვნებთ ეს კადრები, ზუსტად ვიცი, რომ თქვენშიც არის ეს პროტესტი და ამიტომ თქვენი თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და მობრძანდით, დადექით ხალხის გვერდზე და ყველამ ერთად დავიცვათ კანონი. დიდი მადლობა, მეცხრე არქის მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა დაჩი საგურია. ჩვენ ახალი დეტალები გავიგეთ აქციის მიმდინარეობისას, აქ რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა აქციის მონაწილეებს, უბრალოდ ისინი ჯერჯერობით არ გვაძლევენ საშუალებას კამერით გადავიღოთ, რაღაც საერთო პოზიციაზე მსჯელობენ თუ არ ვსწრები, როგორც მათმა თანხმლებმა პირებმა გვითხრეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რიგითი მოქალაქეების, ეს სიტყვა რიგითი მოქალაქე ალბათ დღეს ყველაზე ნაკლებად დაინტერესებს ყველას, იმიტომ რომ ყველა მოქალაქეს ეხება თვითონ ასე ამბობენ, ყველა მოქალაქეს ეხება ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია სინქრონები, კომენტარები პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, თუ რას ამბობენ ახალგაზრდები, შუახნის ადამიანები და ის ადამიანები, რომელთაც მსგავსი კადრები მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავთ. რაც ნახე, ის არის ჩემთვის აღმაშფოთებული ის სიტყვა არ არის. თან მე ვარ ჟურნალისტი და მგონია რომ გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ზუსტად ჩვენი მოვალეობაა რომ დავიცვათ ეს ადამიანები და საკუთარი თავები. მარტო ამიტომ გამოვიდა როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელსაც არ ვიცი, შოკი მაქვს. მართლა არ შემიძლია თქვა რა მჭირს მოწყვეტს და ასევე ალბათ ყველა უნდა გამოვიდეს. ესეც პოლიტიკური რაღაც აქცია ხო არ არის? თანადგომის აქცია და საშინელი
განხილება მოხდა, ვერ წარმომიდგენია ეს საერთოდ რა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს. Გამოვხატოთ პროტესტს ამ სისტემის მიმართ, რიგითი ბადრაგების ბრალი ან თუნდაც კონკრეტული ადამიანის ბრალი, აქ არაფერი არ არის, სისტემა სანამ არ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება უბრალოდ ამ ქვეყანაში, არაფერი არ წავა უკეთესობისკენ და ჩვენი პროტესტიც იმედი გვაქვს, რომ ხალხს დავანახებთ, რომ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ყველა მოსახლეობა მიცოდა, იმიტომ რომ პატიმრები იწერებოდნენ ამას, იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთია, როდესაც ნახავ შენი თვალით აი ამ ფაქტებს, აი ამან გამოიყვანა ეს ხალხი, აი ამ უსამართლობამ და ეს არის ამ აღშფოთების მიზეზი, მაგრამ ვიძახი, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეხლა დღევანდელი სწორედ და 1 ოქტომბერს უნდა დავსვათ ამის წერტილი. ათია მე ახლა ოპერატორს ვთხოვ მაყურებელ შესთავაზოს ის სურათი თუ რა ხდება დღეს ამ წუთებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან, როგორც მე გითხარით, აქ რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს იმ ძალადობას, რომლის კადრების დღეს მეცხრე აღქმა გაავრცელა. ამგვარი სიტუაცია ნათი ამ წუთისთვის, როგორც ხედავ, ხალხის რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება, ისმის მოწოდებებიც, აქცია შეუერთდა დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია, ძირითადად აქ ჭარბობენ ახალგაზრდები და ისინი ამბობენ, რომ მსგავსი რამ დემოკრატიულობის პრეტენზიების მქონე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. დიდი მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მელიქიშვილის გამზირი.